მოგესალმებით მეგობრებო. აი ესე თოვს უკვე მეორე თუ მესამე დღეა თბილისში. ვივდივართ სამაშველოზე. ჩავждები და დანარჩენს მერე მოგახსენებთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველად ჩემთან ერთად სამაშველოზე მოდის ჩემი შვილი, უმცროსი ნაბოლარა ლაზარე. აბა შენიც როგორი ვაშკაცებ ახლა იქ. ჩამბობა და ამბები. აბა მე საჭესთან ვარ. მაშინ შენ უნდა იყოს საჭესთან და მე უნდა ვიშტურმანო. ეგრე ჯობია? კაი. ესე იგი რა ხდება ახლა მეგობრებო? ჩვენი კლუბის თითქმის ყველა წევრი გასულია აქეთ-იქით სამაშველოებზე. ნაწილი არის წასული ფარავანზე. იქ დღეს ნათლისღებაა და მოგეხსენებათ იქ მართლმადიდებელი წესი შესრულდა, ფარავანში ჩასვლა და სამი მანქანა იქ წავიდა და იქიდან უკან დაბრუნებულებზე რა თქმა უნდა გადაუხვეს გზას და დილიდან მოყოლებული აი ამ დრომდე რომელია სადღაც პირველი საათია ებრძვიან დამქერებს. ნაწილი საბადურის ტყეშია სამაშველოებზე, ნაწილი ივერტუბანშია. ისინი რა თქმა უნდა სამაშველოებზე, ნაწილი დიდგორისკენ წავიდნენ, ბეთანია დიდგორისკენ. იქ დაეხმანენ ხალხს და დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩავარდა ნაფეტურებში. მე ვიყავი სახლში წაგაშიშებული, მაგრამ არავინ არ არის და მეგობარს გზაში ხომ არ დავტოვებთ. ამიტომ მე და ჩემი შვილი ლაზარე მივდივართ სამაშველოზე. ნახოთ რა დაგხვდება. გამარჯობა. ხომ ფერი გიჭირთ? მოვედით ლოკაციაზე და ვეძებთ ახლა. სად არის ჩვენი მეგობარი აკო? ერთი ლექსუსი აქ არის ჩავარდნილი, მაგრამ დაუტოვებია და აკო სად არის ჩავარდნილი? საკმაოდ საკიდებულ დაღმართზე ჩამოვედით ახლა და იმიტომაც ვერ ავიდა ეს ლექსუსი. აკო, ჯალამბარით უნდა გამოგწიო უკან. ბაზარი არა. არ დაჯდებით, ფეხი წამო, ხო? მიდი, ხა, შევა. აი ეს იმენა გიჟივით არის როგორ აინტერესებს. გამარჯობა. გამარჯობა. გიყვარს დიდი მანქანები? ამის ოცნება. მე მამა რას აკეთებს? აი მამა მოიკოჭლებს რომ ვერ არა. რატო ვერ მოიცალა მაგისთვის დღეს. ჯერ რო ჩამაცურა მე სავარაუდო წინა ბაკიშკა რაღაცას გამოდე და ის არის რა ქვია დაშვები. ხო, მოკლედ რო არ დავაზიანოთ მანქანა უკან უნდა გამოგწიო ნელ-ნელა. ეს ლექსუსი ყოფილა, მე მეგონა მე აკოს ვრანგლერს ველოდებოდი და ვიღაცა ჩაყიროებული და წასულა მეთქი ვიძახი. თურმე შენ ყოფილხარ. კაი. ჩავობით ჯალამბარი. ლაზუ, რულზე გადმოვიდა 50. ჰა? მეც გადმოვიდე? შენ გვერდზე დაუჯექი. აჰა. ფანჯარა ჩამოწე, დაქოქე და იმიდან მოხსენი. რუჩნიკიდან მოხსენი, პროსა ზადნის ჩააგდე და მეტი არაფერი არ გააკეთო ჯერ. აჰა. იმაცურებს. აბა ოდნავ გაზი მიეცი? ოდნავ. მიეცი? ოდნავ, ბევრი არ გინდა. ოდნავ.
რული ოდნავ მარჯვნივ აიღე ჩემსკენ სულ ოდნავ. აი ეგრე მოდი ნელ-ნელა. არ გინა დიდი გაზი. რამენაირად უნდა? კაია. არა, დაჯდეს. ის არა ქვია, რული გაასწორი და დაბალი გაზით წამოდი უკან. თუ ამოწია, პრინციპში კარგად გაქვს რული. არ გინა მეტი არაფერი. მოდი. კაი, ჩაჯდა ისე, კაი. გაზი არ მიცე? აკო. კაი, გააჩერ. ჯალამბარიდი გადმოიყვანო თუ აღარ ჩაუგდოს. აუშვი? კარგად მოდიხარ? გააჩერე, რო აღარ ჩაგაგდოს. ჯალამბარი მიეხმარება და აღარ გადაგაწევინებს ტრაქს. უკანა მხარეს. აუშვი? ნელ-ნელა მიყევი. კაი. მაგრამ უჭერს, მაგრამ გავქნათ. ახლა ვეჟომ უნდა უკან დაზადნოს, გამოიწი შენახი, გეხვეწები რა, მანქანებთან უგახარ ახლა. ხო. და აკო მარცხნივ აიღე და წამოდი. ქვევით. აი მასე ხო? ეგრე. ამა დაშებულია. გაჭროს არ. მარცხნივ შეუხვიო. საბურავი აქვს ბეჯო მარცხენა გახეული. გახეულია ნახე. კი, იმიტომ რომ ხმა იყო. ლაპარაკო ჯობია. ჰა? შენი ლაპარაკო ჯობია. აი, კაიზები ცოტა. ბაგაჟები დამეშვა გამოვიდეთ. ამ ხელა თული არის. კი. ეხლა აქცმა გამოვცვალო ზაფასკა. ამ მეტი პადიუმი ხო არის თუ არა? არის მე მგონი. რანგლერმა სავარაუდოდ წინახიდი ჩაშალა რუბიკონმა. რა ვქნათ აბა, ვერაფერი ვერ უშველეთ ბევრი მცდელობის. მიუხედავად ძალი ხიდით აქასვლა გამორიცხულია. ლექსუსი ავიყვანეთ, წავალთ ახლა.
აქეთ ისინია კანაოებია? აბარჯო ხარ კანაოები. ჰა? აბარჯო კანაოები თავი. აი ესე რომ გავდივიდა მე რა. კანაო ბეტონის კანაო. გარინამ ქერი. აკუსად დავიჯახოთ. აი აქ ვუღნაობდით. გვერდის ავლა გვინდოდა და მოვწყვეტეთ კარდანი, უბრალოდ კარდნის კრესტავინა, ახლა არ ჩანს. ესე ვიდეო გოზე კარდანი და დავრჩით უკანა ხიდით და ბლოკსაც ვერ ავთავ, წინ ხიდს რო ვთავ, კარდანი იწყებს ტრიალს და არ შეიძლება ასე ვთქვათ და ისე უკანა ბლოკი არ ირთვება, ხიდს თუ არ ჩართავ, რაზაცკას თუ არ ჩართავ. ლექსუსზე ცვლიან საბურავს, წინ უნდა დააყენონ ზაფხულის საბურავი ცალი და რა იქნება არ ვიცი. ჩვენ ველოდებით ლაშას. დილით 10 ქართული. ა? კი და 10 ქართული არა უშავს. ქართულის მასავეთთან მიხვალ ნამძინარევი და ეტყვი რომ მამას ბრალია თქო. დაიძრაკო. ნახოთ რა სიზავს. და ჩვენ მერე უკანა ხიდით ცალი საბურავით შევეცდებით რომ ავიდეთ. აკო არის სვენებს და ჩაჯდა. არგინა მაგ ხელა გაზი. დაგინახე. ჯალამბარის თოქში ჩაყოფეხი. ნახე. ეხა აი აქ რო ვერ დაგვენახა, ფეხს მოვაძრობდით. შეხედე ხარ ამ ხელა. რამდენი ყურადღება გინდა ყველაფერში რა. კაი, ეხა ზადნით წამოვიდეს. არა რა გაჩერდეს ავიდეს კაცო. ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად ABS მოვაგვინთო, ტრექშენი გაითიშა და საერთოდ ვეღარ ვიძლებთ. სანამ ლაშა მოვა, ჩვენ რაღაცას ვწავლოთ, მაგრამ დიბიოტკით ენელა რო ავიდეთ. ესე გაგვირთო. რას ის? აი, გაასწორე რული და ისე დაძარი. მოგვაკითხა ლაშამ. მაშველმა, მაგრამ ძირითადი აღმართები ამოვიარეთ და მე მგონი 10 წავალთ, მაგრამ ეს ბრეიქ რატო დამიწერა, ეგ მაინტერესებს. სამაშველოებზე შავრ კოსტუმით. შავა კოსტუმი, რა? ხო. შავა კოსტუმი.
სად ვიყავი დღეს იცი? თოვლი წვდებოდა სარკეებს. მე ეგრევე გამოვიქეცი და ეს ხომ გონია რომ მანქანაში მიგდია ყველაფერი. მეორეში მაქვს თურმე გადატანილი. მეორე მანქანაში გავაღებ, მაგაში არაფერი არ არის მაქსი. წავედით. აბა ბედნიერად. აბა თქვენ იცით. აქედან უკვე თავქვია, ცალი ხიდითაც ვივლი. არა ლაშა მაინც წინ მიდის. დავეშვით. არა ეს ნაბუქსავები და მოთხრებები აი. კაროჩე ისა. გონება კარტოფილი ამოიღოსო. ისეთი სიმია. ხო აი რა ვიცი ნაქვია ახლა მაკანობს რა სადაც ჭირდებოდა ABS მომიტო ტრექშენი გამითიშა რომ უკანა ხიც შემაინც ტრექშენით მევლო და ვაფშე გაჩერდა აი ახლა ამოვედი დაღმართზე გავსწორდი და ყველაფერი ჩაქრა ძმა ყველაფერი გასწორდა ესეთი არაფერი ნახე ეს ის ლაპარაკები ახლა გაიგო ყველაფერი ამბობა პრინციპში უკვე რა ეს თქმა გავიყავთ. ეკანები დავაყენეთ და გავდივართ სამაშველოს. სამაშველო რეკა უკვე. ხო, ერთ სამაშველო საათნახევარში იქნება მანქანასთან თუ სახლში თუ სადაც. მანამდე მოვასწრებთ რამდენიმეს კიდე. პოსტი ნახე თქვენი გაჭედილია უსალოს პრიუსი და Sabe o cara? უკანისე, უკან. აგარი, всё. ანაოში ხო ჩავარდნით და დამრიგია აქაც. ვერ მოდიოდა ვერაფერი. იგი ტრაქტორი წმინდავს გზას. ვერ შემოდიოდ. ზადნში ჩააგდე და მიეხმარე.